რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ თვითმმართველობის კოდექსი დღეს რეგიონულ მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს წარუდგინა. შეხვედრაში მონაწილეობა მინისტრმა დავით ნარმანიამ, მისმა პირველმა მოადგილემ, ასევე მთავრობის კანცელარიის და რეგიონებისა და თვითმმართველობებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მიიღეს. სამინისტროს ინფორმაციით რეფორმის შედეგად გაიზრდება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა და დღეს არსებულ 5 თვითმმართველ ქალაქთან ერთად ეს სტატუსი დამატებით 13 ქალაქს მიენიჭება. არასამთავრობო ორგანიზაციებს და ადგილობრივ მედია საშუალებებს ვაცნობთ თვითმმართველობის კოდექსს, რომელიც საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა და გადაგზავნილია პარლამენტში განსახილვებლად. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ადგილობრივი ორგანიზაციების ჩართულობა, იმიტომ რომ სწორედ მათი მეშვეობით უნდა მოხდეს კომუნიკაცია საზოგადოებასთან, მათმა უნდა მიიტანონ დეტალებში ეს ინფორმაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომ მოსახლეობა დარწმუნდეს, რაოდენ მნიშვნელოვან რეფორმასთან გვაქვს საქმე. ძირითადი საკითხი, რასაც ჩვენ არ ვეთანხმებით, უკავშირდება გუბერნატორის ინსტიტუტის შენარჩუნებას. ასევე ვფიქრობთ, რომ სასურველია რეფორმის საწყის ეტაპზევე იყოს უფრო ნათელი წარმოდგენა იმაზე, თუ რა ფინანსები და ქონება გადაეცემა ადგილებზე თვითმმართველობა საკუთარი კომპეტენციების განსახორციელებლად და მიგვაჩნია, რომ ასევე უფრო ნათელი უნდა იყოს საკანონმდებლო დონეზე თვითმმართველობის მოსახლეობასთან ანგარიშგების საკითხი.